სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ამ კითხვით ჩვენ დავასრულებთ 55 ნაწილს, რომელიც ჩაწერილია 1997 წლის 4 მაისს. რა როლი ჰქონდა სულიწმინდას იესო ქრისტეს ცხოვრებაში? და მართლა საინტერესო კითხვა არის, ხომ? კითხვის ავტორი იმის გათვალისწინებთ, რომ ქრისტე იყო ღმერთი და ასევე 100%-ით ადამიანი, რომ მან შეიზღუდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯონ, საკუთარი თავი. რა როლი ჰქონდა სულიწმინდას მის ცხოვრებაში და მის მსახურებაში? ესეც ძალიან კარგი კითხვაა და გმადლობთ ამ კითხვისათვის. სულიწმინდა ძალიან მოკლედ რომ გადმოვცე, ქრისტეს მსახურებაში სხვადასხვა გზით მოქმედებდა და მონაწილეობდა. ის ჩვენ რაც ვიცით წმინდა წერილში, ყველაფერი ეს გამჟღავნებულია. უპირველეს ყოვლისა გახსოვთ, სულიწმინდა იყო სამების ღვთაებრივი ის აგენტი, რომელიც არსებითად იღებს მონაწილეობას ქრისტეს დაბადებაში. ზუსტად მან ჩათესლა თესლი ღვთის განსაკაცებლად მისი ძისათვის მარიამის საშოში. ასე რომ სულიწმინდა იყო ქრისტეს დაბადების აგენტი. ასევე ნათელია, რომ იესო ქრისტეს მსახურების დროს მან თავისი საქმეები თლიანად სულიწმინდას მიაწერა, რომ სულიწმინდა მოქმედებდა მასში. ეს არის ძალიან იდუმალი რამ, თუ როგორ მონაწილეობს სამების ეს პიროვნება ძის მსახურებაში. ჩვენ ვიცით, რომ იესომ როგორც აღნიშნეთ თქვენ, თავის განსხეულების დროს, განკაცების დროს შეიზღუდა თავისი ატრიბუტები, რომ დამოუკიდებლად რაღაცა განეხორციელებინა და ყველაფერს მამის ნებით და სულიწმინდის ძალით აკეთებდა. სწორედ ამიტომ არის მათეს სახარების მე-12 თავში, როდესაც იუდევლებმა გახსოვთ რა დაასკვნეს, რომ ის ეშმაკის ბელზებულის ძალით მოქმედებდა. როცა მოისმინეს ყველაფერი, ნახეს ყველა სასწაულები, რომ მან გააკეთა ეს, მათი დასკვნა იყო ეშმაკის ძალით. და იესომ ამას უწოდა, რომ ისინი სულიწმინდას გმობდნენ. და მიზეზი, რის გამოც ეს სულიწმინდას გმობა იყო ის, რომ მან თავის ნებას და სულიწმინდის ძალას მიანდო ყველაფერი. გახსოვთ მისი ნათლობისას ღვთის სული როგორ გადმოდის მტრედის მსგავსად მასზე. ეს იყო იესო ქრისტეს მსახურებისათვის გაძლიერების სიმბოლო. ეს იყო მისი თვითდაცლის, მისი განკაცების დროს, მისი ნებაყოფლობით თვითდაწესებული შეზღუდვის ნაწილი და საკუთარი თავის დათმობა, რათა ღვთის სულს მისი მეშვეობით ემოქმედა. ეს ყველაფერი ჩვენი გაგების უნარის მიღმა, ამიტომ როდესაც ადამიანი უარყოფდა, რომ ეს ქრისტეს საქმე ღვთისგან მოდიოდა, ის ამით გმობდა სულიწმინდას, რომელიც ამ საქმეს მისი მეშვეობით ასრულებდა. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ მკვდრეთით აღდგომისას მოციქული პავლე ამბობს, რომ ის სულიწმინდა აღადგინაო. ამგვარად სული მონაწილეობდა, როგორც გითხარით, მის დაბადებაში, ანუ მის განკაცებაში, ქრისტეს ცხოვრებაში, მის მსახურებაში და საბოლოოდ მის აღდგომაშიც. გასაგებია, დიახ, მადლობთ. დიახ, ამით ჩვენ ამოვწურეთ, ძალიან შესანიშნავი დრო გავატარეთ. მოდით ახლა ავდგეთ ყველანი. ბოდიშით რომ ყველას არ მოგეცათ საშუალება, რომ ყველაფერს გაგცნობოდეთ, ამიტომ დანარჩენი შეეცადეთ სასწაულ ბიბლიებში ჩაიხედოთ და პასუხები იქ მოძებნოთ. და დიდხანს აღარ დაგაყოვნეთ, მოდით ახლა და ყველა მერთად ვილოცოთ და მადლობა უთხრათ მამა ღმერთს. მამაო, გმადლობთ ამ საღამოსათვის, გმადლობთ ამ ძვირფასი მეგობრობისათვის და მათ გულებში არსებული კითხვებისათვის, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებმაც კითხვები დასვეს, ახალგაზრდა ქალბატონებისათვის, რომლებიც ცხოვრებაში ებრძვიან თავიანთ პრობლემებს, როდესაც ცდილობენ, რომ შენი სიტყვა გაიგონ და უპასუხონ თავიანთ პრობლემებს. უფალო ჩვენ გაქებთ და გმადლობთ შენი სიკეთისათვის, რომ მოგვეცი შენი სიტყვა და ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ თამდაბლები მის წინაშე. ჩვენ არ განვადიდებთ საკუთარ თავს, ჩვენ ვიცით მთელი შენი ჭეშმარიტება,
ამიტომ თავდაბლურად ვიხვრით თაყვანს წმინდა წერილის წინაშე და ვცდილობთ მაქსიმალურად გავიგოთ უფრო მეტი, რაც თქვენ თქვით. და ამას მადლიერი გულით ვაკეთებთ. და ვლოცულობთ უფალო, რომ შენი სიტყვა უფრო მეტად იყოს ცნობილი, რომ ის შენ დიდებაზე იყოს ცოცხლად გამოყენებული. შენს სახელის განსადიდებლად. იესო ქრისტეს სახელით. ამინ.